გლდანის მერვე საპყრობილეში ცოტა ხნის წინ გიორგი ტუღუში შევიდა სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალ მინისტრთან ერთად ციხეში შესვლის უფლება მისცეს ჟურნალისტებსაც. მათ შორის არის ჩვენი კორესპონდენტი თამუნა ჩიხლაძე, რომელიც ახლა დეტალებით ისაუბრებს. პირდაპირ ეთერში თამუნა, გისმენთ. მეცხრეების მაყურებელმა უკვე ნახა, როგორ შეხვდნენ პატიმრები მედიის გამოჩენას ციხეში. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ჩვენ მოგვეცა საშუალება გავსაუბრებოდით პატიმრებს. ერთადერთი შეკითხვა, რასაც ისინი თავად გვისვამდნენ, სად ვიყავით აქამდე. ყველა მათგანი ყვება საკუთარ ისტორიას, ისინი კონკრეტულად ასახელებენ იმ ადამიანების გვარებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ახდენდნენ მათზე ფიზიკურ ზეწოლას და რაც თავარია, ეს ადამიანები მათი თქმით დღემდე რჩებიან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ ეს გვარები გადავეცით გიორგი ტუღუშს და ის შეგვპირდა, რომ აუცილებლად თითოეულ შემთხვევაზე მოახდენს რეაგირებას. პატიმრების თქმით, ეს კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ, ბრახუნი გისოსების იყო უბრალოდ მათი პროტესტი, ისინი არაპირებენ არაფრის კანონსაწინააღმდეგოს გაკეთებას. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი მათი მხრიდან და ისინი ითხოვენ ძირეულს ცვლილებებს სისტემაში. რაც პატრული შემოვიდა, ყველა პატიმარი აღნიშნავს, რომ ციხეში გაცილებით დაწყნარდა სიტუაცია, თუმცა ძველი ოფიცრების მხრიდან მაინც გრძელდება მათზე მუქარა და ემუქრებიან არჩევნების შემდგომ სიტუაციის გართულებით და წამების გაგრძელებით. ეს არის ის ძირითადი დეტალები, რაზეც ძალიან ბევრმა პატიმარმა ისაუბრა ჩვენთან ინტერვიუში. ჩვენ მათ ინტერვიუებს შემდეგ გამოშვებებში შემოგთავაზებთ, რაც შეეხება უშუალოდ სახალხო დამცველს, ის პირადად გამოვიდა ეზოში, პირადად გისოსებიდან ესაუბრებოდა პატიმრებს და თხოვდა მათ დამშვიდებას, აძლევდა გარანტიას სრული უსაფრთხოების და ყველა შემთხვევის გამოძიების. გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ უკვე გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ იმ პერიოდში სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, როდესაც წამების ეს ცნობილი კადრებია გადაღებული. მან მოუწოდა ხალხს დამშვიდებისკენ და გთხოვა მედიასაც ვიყოთ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რათა არ იყოს პანიკა უშუალოდ პატიმრებს შორის. ჩვენი გამოსვლის შემდეგ სიტუაცია ნამდვილად დაწყნარდა ციხეში. პატიმრებმა უბრალოდ მოითხოვეს თითოეული მათგანის ისტორია, თითოეული მათგანს მოусმინონ, იყოს გამოძიებული და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც დღემდე მუშაობენ ამ სისტემაში. გარეთ ამ დროისთვის სიმშვიდეა, მშობლები მშვიდად არიან, ისინი ელოდებიან კვლავ პაემანზე თავის რიგს. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში გლდანის მერვე სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან ჩვენი კორესპონდენტი თამუნა ჩიხლაძე საუბრობდა.